Фон дер Лაიენი ისტორიაში შევა როგორც ლიდერი, რომელმაც ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა ევროკავშირს და მთელი ევროპის ინდუსტრიული სპექტრი თვითგანადგურებამდე მიიყვანა. ვინაიდან ევროპა წიაღისეულის საწვავის იმპორტიორი რეგიონია, იგი დამოკიდებული იყო რუსეთიდან წამოსულ იაფ ბუნებრივ აირზე, რაც ევროპული ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. სხვათა შორის ამერიკას ეს ძულდა და გერმანიას ემუქრებოდა. როგორ ბედავთ და იღებთ იაფ ბუნებრივ აირს რუსეთიდან. ასე რომ, როდესაც ევროპამ და რუსეთმა მილსადენებით ფიზიკური კავშირი დაამყარეს, ამერიკა ჭკუიდან გადავიდა. ჩრდილოეთის ნაკადი, ხუმრობთ, შემდეგ დაიწყო უკრაინის ომი და ევროპამ თავისი სანქციების მეოცე ტალღით, რაც რეალურად საკუთარი ეკონომიკის თვითგანადგურების მეოცე ტალღაა, თავადვე გადაიკეტა გზა იაფი რუსული გაზისკენ, რომელიც ევროპის ინდუსტრიული გულისცემა იყო. ამაზე ამერიკამ თქვა: არა უშავს, ჩვენ მოგაწვდით გათხევადებულ ბუნებრივ აირს 6-ჯერ უფრო ძვირად. მათ მართლაც ვუყვარვართ. ახლა კი, როდესაც ისრაელმა და ამერიკამ ირანს დაარტყეს, ევროპაში კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო. ფიქრობ, ყველას 100-ჯერ მაინც მოусმენია გასულ კვირას, რომ მსოფლიო ნახშირწყალბადების დაახლოებით 20% ამ ვიწრო გასასვლელზე გადის, რომელსაც ჰორმუზის სრუტე ჰქვია და რომელიც ფაქტობრივად ირანის დაბომბვის საფრთხის წინაშეა. შედეგად სპარსეთის ყურის რეგიონიდან როგორც ნავთობის, ისე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეწყდა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ნავთობის ფასმა ბარელზე 125-დან 150 დოლარამდე აიწიოს, რასაც ბუნებრივი აირის ფასის პროპორციული ზრდაც მოჰყვება. ეს ორი მიზეზის გამო მოკლავს ევროპის ეკონომიკას. პირველი, მოსახლეობის პირადი ხარჯები კატასტროფულად გაიზრდება ავტომობილის საწვავსა თუ ელექტროენერგიაზე, რომლის ტარიფები ისევ მკვეთრად აიწევს. და მეორე, მასობრივად დაიხურება საწარმოები, რადგან ენერგიის ასეთი მაღალი ფასების პირობებში ისინი წამგებიანი გახდება. ეს კი თავის მხრივ პირდაპირ გამოიწვევს ან ხელფასების შემცირებას, ან სამსახურიდან მასობრივ დათხოვნას. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.